დღეს საღამოს 7 საათიდან დაიწყებენ საქართველოს მოქალაქეები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში შეკრებას. რამდენიმე მარში არის დაანონსებული და მაყურებელს გავაცნობ ახლა დღევანდელი საღამოს გეგმას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ამ წუთებში ემზადებიან სტუდენტები, ახალგაზრდები იმისთვის, რომ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე მიიტანონ საკუთარი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია. ზუსტად 7 საათზე დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობა რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ახალგაზრდები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავი გამოიჩინეს სწორედ პროტესტის ავანგარდში ყოფნით. მათ აქვთ მოთხოვნები და ამ მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ ნოემბრის შემდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სინდისის პატიმრებს შორის არიან სტუდენტებიც და მათი მეგობრებიც დღეს იდგებიან ქუჩაში იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააპროტესტონ ახალგაზრდების უკანონო პატიმრობა და ქვეყანაში მოითხოვონ ახალი არჩევნების ჩატარება. ზუსტად 7 საათზე მსვლელობა მარში დაიწყება პირველი რესპუბლიკის მოედნიდანაც. ეს მარში და შეკრება მიეძღვნება დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი ღონისძიებას. ზვიად გამსახურდიას მიეძღვნება ეს მარში, რამე თუ ვიცით, რომ გარდა იმისა, რომ დღეს არის 34 წელი გასული მას შემდეგ, რაც ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, ასევე არის ქვეყნის პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე და სწორედ ამიტომ თუ გეგმავთ, რომ დღევანდელი საღამო დაიწყოთ რესპუბლიკის მოედნიდან, მაშინ შეგიძლიათ, რომ შეუერთდეთ მარშს, რომელიც სათავეს სწორედ აქედან აიღებს. ასევე შეკრება არის დაგეგმილი აკაკი ჩხენკელის ბიუსტთანაც, იქაც აპირებენ საქართველოს მოქალაქეების შეკრებას და ტრადიციულად 7 საათზე მოქალაქეები შეიკრიბებიან საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. იქ ძირითადად მივლენ ადამიანები, რომლებიც მთელი ამ თვეების განმავლობაში ითხოვენ ეთერის დათმობას მათთვის ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზიისგან, რამე თუ ისინი ფიქრობენ, რომ საჭიროა საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერშიც ჟღერდებოდეს მოთხოვნები, რომლებიც აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. რაც შეეხება ჩვენს რესპონდენტებს, ადამიანები, რომლებიც ჩვენ ჩავწერეთ, ამბობენ, რომ დღეს ისე როგორც არასდროს არის საჭირო იდგნენ ქუჩებში, რადგან არსებობს საფრთხეები და რისკები, რომელიც ისევ ჩრდილოელი მეზობლისგან მოდის საქართველოში. ერთი მხრივ ამ თარიღს გააჩნია თავის სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ის მოცემულობა, რომელიც დღეს არის შექმნილი, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მოპოვებულ თავისუფლებას სჭირდება მუდმივი დაცვა და ბრძოლა მისი შენარჩუნებისთვის. დღეს საკმაოდ მძიმე ფონი არის შექმნილი, ჩვენ ხედავთ ხალატის მაგალითებს და ეს არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა ან საზოგადოების რომელიმე სეგმენტის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ვიყოთ ერთიანები. აქ აღარ არის დრო დაყოფის, ჩვენ გვაქვს ქვეყანა გადასარჩენი. ეს რეჟიმი ფორსირებულად ცდილობს მთელი ისტორიის გადაწერას, მოდი ესე ვიტყოდით, და ლეგიტიმაციის შექმნას იმისთვის, რომ ადვილად მოხდეს რუსეთის მიერ საქართველოს მიერთება, პირდაპირ მოდი ესე ვთქვა და ჩვენ ბევრი დრო არ აგვაქვს, ამიტომ ეს ბრძოლა უნდა იყოს კოორდინირებული და ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, რომ გვექნება ერთობის ჩვენება მთლიან ქართულ საზოგადოებას ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. როდესაც ხედავთ რეჟიმს, რომელიც უპირველეს ყოვლისა თავისუფლებას ახშობს და ჩადის ქმედებებს, რომელიც პირდაპირ რომ თქვა არის ანტისახელმწიფოებრივი და დღესაც აზიანებს ჩვენს ქვეყანას და სამომავლო წლების მერეც გამოიღებს ეს ჩვენს საწინააღმდეგო ნაყოფს, რა თქმა უნდა, ამისთვის ვდგავარ საპროტესტო აქციებზე, ვდგავარ იმისთვის, რომ სინდისის პატიმრები, პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლონ და საბოლოო ჯამში ჩვენ მივახციოთ ნამდვილად თავისუფალ დემოკრატიულ არჩევნებს. მოკლედ 3 საათზე ნაკლები დრო რჩება, ვიდრე დაიწყება დაანონსებული დიდი აქცია. ანონსის მიხედვით დღევანდელი საღამო უნდა იყოს დიდი ერთობის საღამო, იმ ადამიანების ერთობის, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო იმსახურებს დემოკრატიულ ხელისუფლებას, რომ ქვეყანას ახლა სჭირდება დაცვა, რომ საჭიროა გაერთიანება თავისუფლებისთვის და რეჟიმის წინააღმდეგ. გეტყვით კიდევ ერთი აქციის მარშის შესახებ, რომელიც სტარტს 8 საათზე აიღებს. ხელოვანები აპირებენ რუსთაველის თეატრთან შეკრებას და ისინიც მსვლელობით დაიძრებიან უკვე პროტესტის მთავარ ეპიცენტრში.